კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით მორიგი შეხვედრით, რომელიც გაიმართება ლიბო გრუპსა და აჭარა გრუპს შორის. გაგაცნობთ შემოადგენლობებს ლიბო გრუპი ნიკა ბაბაკიშვილი პირველი ნომრით კარში, ჯუბა ფრუიძე 88 ნომერი, ნიკა ზაქარიაძე 11 ნომერი, ილია გორდაძე 23 ნომერი, გიორგი ჟვანია 4 ნომერი და ანზორ კორძაძე 29 ნომერი. რაც შეეხება აჭარა გრუპს, ზურაბ სუკილაშვილი კარში 99 ნომერი, დაზოლაბაძე 45 ნომერი, ვაჟა გახარია 27 ნომერი, ხიზანიშვილი 10 ნომერი, ნიკა შავლაძე 27 ნომერი და გიორგი პატარიძე 3 ნომრიანი მაისურით. რაც შეეხება სიტყვიან მდგომარეობას, აჯგუფში ლიბო გრუპი იკავებს ამ ეტაპზე მეოთხე ადგილს, თუმცა მათ დღევანდელი თამაში აქვს სათამაშო, ასე როგორც აჭარა გრუპს სხვა გუნდებთან ჩაატარეს უკვე თავიანთი მეოთხე ტურის თამაშები და ამ დროისთვის ლიბო გრუპს აქვს 4 ქულა, პოტენციურად მან შეუძლია ჰქონდეთ 7 ქულა და გადავიდნენ ამ შემთხვევაში მეორე ადგილზე. აჭარა გრუპსაც შეეხება, ისინი ბოლო ადგილზე არიან 3 ქულით და დღევანდელი მოგებით მათაც შეუძლიათ გადავიდნენ მეოთხე ადგილზე. შესაბამისად სასწორზე დღესაც პრინციპში დევს როგორც მყარი პოზიცია სატურნირო ცხრილში, ასევე პლეი-ოფის აგზური და ნახოთ, დაიწყო შეხვედრა, ნახოთ რას მოვიფიქრებთ. გუნდები აქ მოიპარა ძალიან მალევე ბურთი გიორგი ჟვანიამ და გადარჩა ალბათ ძალიან სწრაფ გოლს. აჭარა გრუპი გახურებას ვერ მოასწრებს ფაქტობრივად. სწორად თამაში ჩართვა მოთამაშეებმა ძელი გადაცემა არ გაიცა, სუკილაშვილი ეუხლება ბურთს. კეპით არის სუკილაშვილი დღევანდელ შეხვედრაში, გაგახსენებოთ ალბათ ლეგენდარული მეკარე იაშინიაკ. ნახოთ ისეთივე სევებს შემოგთავაზებს თუ არა დღევანდელ შეხვედრაში სუკილაშვილი როგორც ცდიდებული მეკარე. ლიბო გრუპის საკუთარ ნახევარზე ფლობს ბურთს კორძაძე ბურთით, ზაქარიაძე მონის ცენტრში, გუნდის კაპიტანი მიიღო ბურთი ორთაბრძოლაში საბოლოოდ გამარჯვებული დარჩა, როგორც ჩანს აჭარა გრუპი კარგი იყო ამით ნიკა შავლაძე. პატარიძე ბურთით ძალიან ცუდ გადაცემა, ფრუიძე შეეძლო უკეთ თამაში წიწასვა, მაგრამ გადაწყვიტა დარტყმა. საბოლოოდ არ ეზუსტია ჯუბა ფრუიძის დარტყმა კარიდან სუკილაშვილი შეიყვანს ბურთს თამაში. შავლაძე ორი მოთამაშე ეთამაშება, მან საბოლოოდ გამოიყო პრესინგმა, შედეგი ფრუიძე კიდევ ერთხელ მოსინჯა, ფრუიძემ ძალე, მაგრამ კვლავ არ ეზუსტია ეს დარტყმა. სუკილაშვილი გრძელი გადაცემა, ვინც არ გადის, შემდეგ კარგი არის საბოლოოდ ლიბო გრუპის 4 ნომერი, გაიქცა ბურთი, არ გასულა ბურთი მოდის ხარბეთს გარეთ, როგორც ჩანს პლავის არის ბურთი, მაგრამ ამას ვერ დაეწევა და კარიდან სუკილაშვილი ბურთით გადაცემა პატარიძეზე. შემდეგ მარჯვენა ფლანგზე კარგად ამოდის აჭარა გრუპის შეტევაში, კარგი არის მათი 37 ნომერი, შავლაძე გახსოვთ ეს მოთამაშე, გადაცემა კორძაძე ჭრის ამ ბურთს. აჭარა გრუპის შეტევაში დაეკარგა ბურთი კორძაძე. ზაქარიაძე წამოიღო ზაქარიაძემ ბურთი და ეს რა თქმა უნდა ჯარიმო არის. კარგა თამაშის წესები. გიორგი პატარიძე. აქ შეიძლება და პრინციპში კოტელი ბარეთუნიდან გაექცა თავის მოწინააღმდეგეს ნიკა ზაქარიაძე და როგორი ის სპორტუალი ძიგი მეკარის ამბოსფერ გადის ეს ყველა მიცით, ალბათ კოტელი ბარეთი ეს კარგი ვარიანტი იქნებოდა, არ დარჩებოდა ლიბო გრუპი განაწყენებულია, რაც პრინციპში სწორი იყო. გასაგებია რაც აპროტესტებდა აქ ზაქარიაძე ხიზანიშვილი ბურთით. სწორედ ზაქარიაძე ჩაერთო პრესინგში ძალიან კარგად. ბურთით მაინც არის აჭარა გრუპი. ხიზანიშვილი ბურთით გადაცემა არ გადის. ის წელში დაეცა ლიბო გრუპის ერთ-ერთი მოთამაშე ვერ ხარჯერჟები წარმოდგომას. წამოდგა საბოლოოდ კორძაძე ბურთით. ფრუიძე ჟვანია ბურთით. მაღალი ბურთი მოიგო ორთაბრძოლა, კარგად თამაშა საბოლოოდ ფრუიძე დარჩა მას ბურთი, კი ბატონო. დარჩა ბურთი ლიბო გრუპს გორდაძე ბურთით. გადაცემა ფრუიძეზე. შემდეგ 4 ნომერი ჟვანია ბურთით, არავინ არ არის აქზე გააკეთა გადაცემა. საბოლოოდ არ გადის. ეს გადაცემა დაეკარგა ბურთი აუტი და ცვლილება. გიორგი ბრეგვაძე შემოვა მოედანზე კორძაძის ნაცვლად.
ლეკვაძე საკმაოდ კარგი იყო წინა შეხვედრაში. ცოტა საეჭვო არის. რატომ დაიწყო მან დღეს სადარიგო სკამიდან თამაში? საინტერესოა. ამავდროულად ურთით არის კვლავ ლიბო გრუპი. ბაბაკიშვილი, რომელიც ალბათ პირველად ვახსენეთ, ესეთი ძალიან კარგი, სტაბილური და გამოცდილი მეკარე, პირველად ჩაერთო თამაში და ეს ახლა უკვე მეორედ დაუგორა ბურთი გორდაძეს მოპარეს უერთო სიტუაციაში მოდის ცენტრში ბურთი გიორგი ჟვანიას აჭარაგრუპის მოთამაშე, თუმცა კვლავ ჟვანია არის ბურთით. ნახოთ რას მოიმოქმედებს, კარგად გაზდაცაში აჭარაგრუპის მეზაშვილი ნომერი ვაშა გახარია. საჯი ვარ მე. მონისეთში გადაცემა ჩაიჭრა აჭარაგრუპის მხრიდან, მაგრამ მალევე დაეუფლა ბურთს. ლიბო გრუპი ზაქარიაძე ჩასაფრებულია, დათმა ვარდნაში შემდეგ მაისტროს ბურთზე თამაშს. კვლავ პირველი არის ბურთზე ზაქარიაძე, ძალიან კარგი შემოძრაობა, დაბალი შედგება ფრუიძე დათმა ისმათულების უკვლავში იგერებს ამ დათმულს. ძალიან დიდი ხიფათი შექმნა ეხლა აჭარაგრუპის კარში ლიბო გრუპმა. კვლავ ისინი არიან შეტევაში დათმა კარის მმართველობით, არასოდეს აილია გორდაძე ცდილობდა აჭარაგრუპის კარის აღებას. ცვლილებას აკეთებს აჭარაგრუპი. ვაშა გახარია გადის მოედნიდან და მოედნაზე შედის 22 ნომერი. ბოლოს კახიძე. სუპილაშვილი ბურთით. შეეყანა ბურთი თამაში, გზელი გადაცემა საბოლოოდ არ გადის. არ ყავს ამ გადაცემას ადრესატი და ბაბაკიშვილი ოკნევა ბურთს. კარგად ამოდის დაცვიდან ლიბო გრუპი. ზაქარიაძე დააყენა კორპუსი, მიიღო მას ბურთი. ნახოთ რას მოიგებს ამოჩი ზაქარიაძე, ფრუიძე შედგება საჯარიმოში, არ გადის ეს გადაცემა, საბოლოოდ აუტი. ონისენში დაიკარგა ბურთი, დაკარგა აჭარაგრუპმა. ზაქარიაძე ძალიან კარგი მოძრაობა, შემდეგ გადაცემა არ გადის ჟვანიაზე და დათმა კარიდან. ატარიძე. გადაცემა ვერ მიიღო ბურთი თაზოლაბაძემ. დათმა კარიდან ახლა უკვე გრუპი შემოიტანს ბურთს თამაში დაახლოებით 8 წუთი ამოიწურა პირველი ტაიმის. შეტევაში დათმა კარის მმართველი არასუსტია გიორგი ჟვანია უყავდა კარის მმართველი ფაერიდან. ძალიან არასუსტი იყო ეს დათმა. სუკილაშვილი. აპროტესტებენ ეს გლუბის მოთამაშეები და სწორიც არიან. პრინციპში ვინაიდან მაშინ რაც დააბრძოლეს ბურთი მეკარემ, შემდეგ ხელში აღარ შეუძლია აღება. წესების მიხედვით ეს თითფეხბურთში წასი არის და მინიფეხბურთზეც სწორედ ეს მეკარე თამაშობს ამ მომენტში. ხალხო კარგი იყო, დამაჯერებლად თამაშა ამ მომენტში. სუპილაშვილმა დაუგო შემდეგ პატარიძეს. და ბურთით არის ახლა უკვე ხიზანიშვილი. პატარიძე ბურთით. გადაცემა მარჯვენა ფლანგზე, ზაქარიაძე კარგად თამაშობს პრესინგს. საბოლოოდ გამოიღო შედეგი ამ პრესინგმა და კვლავ ის არის ბურთით. კარგი შემოძრაობა შეუძლია დარტყმა კარის მმართველები დიდერებს ამ დარტყმულს. სუკილაშვილი ახლა უკვე ვეღარ შეხვდა ბურთს. და ზაქარიაძე. კარიდან. ძელი გადაცემა ლაპაძე ვერ თამაშობს ბურთზე, მაგრამ ბოლოს როგორც ჩანს ლიბო გრუპის მოთამაშე შეეხო ბურთს კუთხური. ჩაწოდება, არ გადის ჩაწოდება, კიდევ ერთი კუთხური. ხიზანიშვილი. კარგად გაითამაშა კედელი ხიზანიშვილმა, კვლავ ის არის ბურთით, რომ ძალიან კარგი არის დაცვაში ილია გორდაძე. კუთხური როგორც ჩანს ბოლოს გორდაძე შეეხო ბურთს. ჩაგდება, პირდაპირ კარსინ გაუშვა. ახლა უნდა მოაწოდოს როგორც ჩანს კუთხური ხიზანიშვილმა.
დაბალი გადაცემა. აუტი. აუტი მოაწოდა საჭარბმა გაექცა ბურთი პატარიძეს. ბაბაკიშვილი ბურთით. გორდაძე. ძალიან რისკავს ამ მომენტში გორდაძე, იყო თამაშის და მაგრამ არ კარგი თამაშა, მაინც ბაბაკიშვილმა არ გამოიწვია. მომენტს აიღო მაინც ბურთი. სამანამდე იყო თამაშის დარღვევა. გორდაძე გაითამაშა ფრუიძეზე. გორდაძე აიტანა შენ ბურთი. ზევით აქ ზაქარიაძე უნდა იყოს ფრუიძე ძალიან კარგი არის ამ მომენტში და თმატალის მართლობით და არაზუსტია ეს დარტყმული. კარგად ამოვიდა შეტევაში ბოგრუპი, მაგრამ რა შეძლო ფრუიძე მომენტის სკოლად ქცევა. პატარიძე ბურთით. ძელი გადაცემა ხიზანიშვილი თუ ითამაშებს, შემდეგ ლაბაძეს მისდის ბურთი და ძალიან კარგი არის კარში. იკა ბაბაკიშვილი. ძალიან საიმედო მეკარე ბოგრუპისთვის. ნებისმიერ გუნდს შეშურდება ესეთი მეკარი სკოლა როგორც არის ნიკა ბაბაკიშვილი, ხიზანიშვილი. მოტრიალა მოდის ცენტრში, კარგად თამაშობს დაცვაში. ზაქარიაძე სამიერზე მოდის შეტევა, გადაცემა ბრეკვაძეზე დარტყმა კარის მიმართულებით არ უფრო პასი იყო, მაგრამ ვერ ჩაკეტა დროულად. კარი გორდაძემ აპროტესტებენ წინა მომენტს საჭარბობის მოთამაშეები, თუმცა მაინც არ ხვდა რა მომენტი. შემდეგ ყვითელ ბარათს აძლევს აზო ლაბაძეს. თავარი არბიტრი ზედმეტი საუბრისთვის. სულიად უწყნარ სიტუაციაში მიიღო ყვითელი ბარათი. აზო ლაბაძე. აჭარა გრუპი ბურთით. პატარიძე. აიჭედა ბაცის გაგდებზე, მაგრამ მაინც მონახა. ხიზანიშვილი მოდის ცენტრში, შეიწა ხიზანიშვილმა კარგი არის ბრეგვაძე. დასღვევაზე. ბურთით რჩება ლიბოგრუპი როგორც ჩანს. გადაცემა ბრეგვაძეზე არ გავას გადაცემა, მაგრამ ჩარგა პროფესიი ცუკილაშვილმა. დარტყმა კარიდან შეიყვანა ბურთი თამაში ცუკილაშვილმა. პატარიძე გზელი გადაცემა საბოლოოდ ბურთზე პირველი თამაშობს ბაბაკიშვილი. ბრეგვაძე. გადაცემა გორდაძეზე. ჯამპლანი და გორდაძე. ძალიან ცუდი გადაცემა გიორგი შვანიაზე. ლაბაძე. არუსტი გადაცემების კორიანტელი მოდის ცენტრში და საბოლოოდ ბურთი აქვს ლიბოგრუპს კიდევ ერთი არის გადაცემა. ბურთი არის ახლა აჭარა გრუპი ძალიან მალე დაკარგა ბურთი, მაგრამ მალევე დაიბრუნეს თამაშეებმა ლაბაძე. და კვლავ არუსტი გადაცემა. ხო, ისეთი თამაში ალბათ მაინც არ არის როგორცაც ველოდის, როგორცაც ელოდა ბურთში მარტივარი. რაც ნეიტრალური, თუნდაც როგორც ერთია ასევე მეორე გუნდის გულშემატკივრები. მედია უფრო გააქტიურდებიან გუნდები. ჟვანია ძალიან კარგად თამაშა, ზაქარიაძე და რა ხდება აუში, მეგობრებო, დახატეს ამ მომენტამდე. აი ეს ტაქტიკური შეტევა, ტაქტიკური გადაცემები, რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი და ხდება რაღაც მომენტი ესეთ მომენტები. ჟვანიამ პრაქტიკულად სარელ კარში ვერ მოახერხა ბურთის გადაგზავნა. ეს რაღაც უნდა ხდება და ემართება მოთამაშეებს, ახლა უკვე ძალიან კარგი პრესინგს თამაშობს. ჟვანია მოიგერიეს ბურთი აჭარა გრუპის მოთამაშეებმა, მიასწრო მაინც ბურთს ზაქარიაძე, მაგრამ ვეღარ შეძლო ბურთის დამუშავება. ცუკილაშვილი ბურთით. ძელი გადაცემა, ფრუიძე პირველი არის ბურთზე, კარგად თამაშობს დაცვაში. აჭარა გრუპის მოთამაშეები აუდგნენ შეყვანილ თამაში. ცემა ხიზანიშვილი ბურთით მოდის ცენტრში. არის თამაშის წესების დარღვევა. აღარ მისცა უპირატესობა. აჭარა გრუპის არბიტრმა გააჩერა თამაში, იყო აშკარა წესების დარღვევა ხიზანიშვილზე. სტანდარტი ნახოთ რას მოიფიქრებს სტანდარტიდან. აჭარა გრუპი. აცან კედელი აღმართა ბაბაკიშვილმა გაძრა ეს დარტყმული და საბოლოოდ როგორღაც მოიგერიეს. უთეს ფრუიძე იყო ბაბაკიშვილი ამ მომენტში თული იყო გარჩევა, ახლა უკვე კოთხურს მოაწვდის. აჭარა გრუპი ჩაგდება ხუსლისობდა კარისკენ ბურთის გადაგზავნას.
ვიკა შავლაძე საბოლოოდ დარტყმა კარიდან ბაბაკიშვილი გრძელი გადაცემა ზაქარიაძეზე. აუცნუაწვის ლიბო გრუპი. ეგვაძე შორეული დარტყმა ეხობება ამ დარტყმას პატარიძე, უკაცრავად ხიზანიშვილი და კუთხური. დავარდა აშკარად თრონდად შეხვედრის ტემპი. ზაქარიაძე ბურთით, ორდაძე. ჟვანია გაისწორა ბურთით დარტყმა და ეხობება ამ დარტყმას. აჭარაკობის ერთ-ერთი მცველი და საბოლოოდ აუტი. ეგვაძე ბურთით. დაახლოებით 4 წუთი შეება შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებამდე. ძალიან კარგი გადაცემა და დაუცდა ფეხი ბრეგვაძეს. ძალიან ბევრი წუნი არის დონებს შეხვედრაში. უცნაურიც არის და კურიოზულიც. აი ეს შემთხვევები ბრეგვაძე ბურთით. კარგი არის ამ მომენტში. აჭარაკური, მაგრამ ძალიან კარგი არის ასევე ნიკა ზაქარიაძე. ჟვანია ბურთით, მაინც მოახრა პასის გაკეთება. ფრუიძე დარტყმა და იგერებს ამ დარტყმას. ცუკილაშვილი უკეთ მართებდა ამ მომენტში. დარტყმა ფრუიძეს. სწორედ მან მოიგერე ახლა ბურთი, მაგრამ აუძარდნენ საბოლოოდ აჭარაკის მოთამაშეები. შეიძლება მოხსილდება. 27 ნომერი შევა მოედანზე. ჟაბახარია. გადავა მოედანი. აჭარაკობის 22 ნომერმა. ზაქარიაძე. კარგი მოძრაობა, მაგრამ აბოდაზღვაზე არის 28 ნომერი. ხიზანიშვილი აქ ძალიან კარგ შეტევაში მოდის. მოდიოდა აჭარაკობი ვერ მიასწრებს საბოლოოდ ბურთს. ჟაბახარია. ჟვანია ბურთით, გორდაძე, ლავჟვანია. ძელი გადაცემა, ბრეგვაძე თუნი იღებს ბურთს. საბოლოოდ ბურთით პირველი არის პატარიძე. ამოაქვს ბურთი აჭარაკობს, მაგრამ გაატარა ბურთი ყველა მოთამაშემ აბსოლუტურად არც ერთი მოთამაშე არ შეღებია ამ ბურთს და დარტყმა კარიდან ბაბაკიშვილი, ფრუიძე, ზაქარიაძე. გაჩვენა მოძრაობა ბრეგვაძე, საბოლოოდ არ გაიქცა და არასდროს გადაცემის აკეთებს. ნიკა ზაქარიაძე. 18 წუთი იწურება ამ სობაში პატარიძე ბურთით აჭარაკობის მხრიდან შეტევაში. ამოიტანა ბურთი აჭარაკობმა, კარგი არის გორდაძე ამ მომენტში, კარგი მოძრაობაც. შემდეგ გადაცემა არკედა, მაგრამ ჯარიმა ხიზანიშვილი არ მოსწონს ჩანს თამაშის წესებს. ზაქარიაძე კარგი მოძრაობა. კარგად დაინახა ჟვანია, შეუძლია ჟვანიას დარტყმა არა კარშიში. ისკენ გამჭოლ გადაცემას აკეთებდა ეს უკანასკნელი, მაგრამ არ მიდის ეს ბურთი ფრუიძემდე, დაუგორა ფრუიძემ ახლა აუტიდან ბურთი. გორდაძეს ბრეგვაძე მოედის ცენტრში გადაცემა ჟვანიაზე. ჟვანია იზრებულია უკან და ნოს ბურთი გადაცემა გორდაძე თუ მიასწრებს ამ ბურთს მიასწრო აქ დაუფარა შემდეგ მეტალის გადაცემა, მაგრამ მაინც გორდაძე არის პირველი ბურთზე. ჟვანია კლავ გორდაძე ზაქარიაძე შეუძლია დარტყმა კარის მართულებით და არასისტიას დარტყმა. ლაცულება აჭარაკობის შემადგენლობაში 22 ნომერი შევა მოედანზე. დაიშანებს თაზო ლაბაძე. ძელი გადაცემა ბურთი რჩება აჭარა გრუპს, არა როგორც ჩანს ბურთი არ რჩება გრუპი. გორდაძე საკუთარ ნახევრიდან გზელი გადაცემა ფრუიძეზე, არ გადის პატარიძე კარგი არის თამაში. ჟვანია ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მოიტარა აქ ბურთი ხიზანიშვილმა და გადაგზავნა ლიბო გრუპის კარში. 1-0 ხდება ანგარიში, ბაბაკიშვილმაც ვერ უშველა. ამ მომენტში ლიბო გრუპს საბოლოოდ 1-0 გადაიგოს ავტორი არის ხიზანიშვილი. აჭარა გრუპის 10 ნომერი და პრაქტიკულად პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხა გოლის გატანა აჭარა გრუპმა. ახლა უკვე ბევრის როლში არის ლიბო გრუპი. საინტერესოა აი. სწორედ ეს არის ფეხბურთის მეგობრებო, ძალიან ბევრი შეიძლება არა, მაგრამ ბევრი მომენტი ძალიან რეალური 100%-ია პრაქტიკულად გააცვდა ლიბო გრუპმა და საბოლოოდ საფასხოდ მიიღო საკუთარ კარში გოლი. გზელი გადაცემა აქ ჟვანია უნდა იყოს, არაზუსტი არის ეს გადაცემა.
შეცდა გორდაძე ამ მომენტში. ამ სცენარით საჭარა გრუპი გადაასწრებს ლიბო გრუპს, გადაინაცვლებს მეოთხე ადგილზე, ხოლო ლიბო გრუპი მეხუთე ადგილზე. საინტერესო ამ ჯგუფში ყველაფერი არის ძალიან დაძაბული. ნუ თავიდანვე აჯგუფი შეფასდა სიკვდილის ჯგუფად და სწორედ ასეც არის. არაფერს ხმობენ გუნდები ერთმანეთთან. ასხნეთა დარტყმაშებდნენ ბაბაკეშვილ ომების ბურთი გზელი გადაცემა ზაქარი არა. პრეგვაძე უნდა ყოფილიყო ბურთზე, მაგრამ ვერ თამაშობს ვერც პრეგვაძე. საბოლოოდ აუტი. ისე უწყინდრად გავიდა წინ აჭარა გრუპი. ატარიძე. გადაცემა საბოლოოდ ბურთით რჩება პრეგვაძე, ჟვანია ბურთით. ზაქარიაძე ვერ მიიღო ბურთი, მაგრამ პრეგვაძე თუ ითამაშა ბურთზე, არა აუტი, მაინც აუტი. აუტი მაინც უნდა მოაწოდოს ლიბო გრუპმა. ზაქარიაძე გაითამაშა პრეგვაძეზე დარტყმა კარის მიმართულებით და ცდება მცირე მანძილით კარს. ოფსაიდ ფეხებს შუა გაუძვრა იქ ცუკილაშვილი, მაგრამ მაინც ვერ შეგორდა ბურთი კარში. კვლავ ცუკილაშვილი. ძელი გადაცემა ფრუიძე პირველია ბურთზე. გორდაძე, ზაქარიაძე, ჟვანია შეიწია მოდის ცენტრისკენ, პრეგვაძე, გორდაძე, სრომოძრაობა ჟარიმა, რა თქმა უნდა. გამოტყუა მაინც ჟარიმა. ხიზანიშვილს ჟვანია ბურთი დარტყმა კარის მიმართულებით და ერთ-ერთი ხდება ანგარიში. არ გვაცალა ჟვანიამ. გაკრიტიკება, სწორედ მან გააცუდა ეს 100%-იანი მომენტი, ერთ ძალიან რეალური და ახლა უკვე გამოასწორა მან საკუთარი შეცდომა და ერთ-ერთი ხდება ანგარიში. გაათანაბრა ანგარიში ლიბო გრუპმა და პირველ ტაიმში მოახერხა წონასწორების აღდგენა ლიბო გრუპმა. აჭარა გრუპი ახლა უკვე შეტევაში პატარიძე ბურთით. და დასრულდა პირველი ტაიმი. შევისვენოთ 5 წუთი დაახლოებით და დაგებრუნებთ მეორე ტაიმით. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ახლა უკვე მეორე ტაიმიდან. შეხვედრს, რომელიც იმართება ლიბო გრუპსა და აჭარა გრუპ შორის შორეული დარტყმა, რა კარგი დარტყმა განახორციელა. არც გვაცალა მისალმება. ლიბო გრუპის 4 ნომერმა გიორგი ჟვანიამ ძალიან ძლიერ დაარტყმა კარის მიმართულებით, მაგრამ მოიგერეს დარტყმა სპილაშვილმა ერთ-ერთი არა პირველ ტაიმის შემდეგ. ანგარიში და ნახოთ რა შეცვლიან გუნდები მეორე ტაიმში. შედარებით აქტიური უფრო იყო ლიბო გრუპი, თუმცა ანგარიში მეც საყაემო ზაქარიაძე თამაშობს პრესინგზე და პრესინგმა საბოლოოდ თუ გამოიღო შედეგი ფრუიძე დატოვა მაინც ბურთი თამაში, გათამაშება ჟვანია დარტყმა და არ უმართლებს მიხედვით იმისა, რომ ერთადერთი გოლი რომელიც გავიდა ლიბო გრუპის მხრიდან გაიტანა ამ ადამიანმა არ უმართლებს მაინც ჟვანიას არ მისდის თქონდა შეხვედრაში თამაში ისე როგორც წაუვიდეს. მორიგი მომენტი გააცუდა ჟვანიამ, კარგი იყო იმ მომენტამდე. ზაქარიაძე აქ თავებით შეეჯახნენ ერთმანეთს მოთამაშეები. საბოლოოდ თამაში მაინც არ ჩერდება ფრუიძე ბურთით ჟვანია. დარტყმა კიდევ ერთი ბურთი მოიგერია სუყილაშვილმა. ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს ჟვანიას. კუთხურიდან სწორედ ის მოაწვდის ბურთს. წოდება არ გამოდის, საბოლოო კონტრერზე მოდის აჭარა გრუპით, ცუდი გადაცემა ფრუიძე არის ბურთით. ჟვანია, თაზიაშვილი დარტყმა კარის მიმართულებით იგერებს ამ დარტყმულს სუკილაშვილი. ზაქარიაძე ძალიან მაღლა აგდო ბურთი საბოლოოდ დაჯარიმდა ამ მომენტში. ზაქარიაძე შეტევაში. პატარიძე, გრძელი გადაცემა, ბაბაკიშვილი თამაშობს კარში. ჟვანია მიიღო ბურთი, არასოდეს გადაცემა ზაქარიაძე, მაგრამ მაინც ბურთით რჩება ჟვანია. ბაბაკიშვილი ბურთით. კარზე გადაცემა, გორდაძე. თაზიაშვილი მარცხენა ფლანგზე დაუბრუნა. ბურთი თაზიაშვილმა გორდაძეს, კვლავ თაზიაშვილი. გადაცემა ფრუიძეზე შეუძლია დარტყმა კარის მიმართულებით არასოდეს ეზახა.
წელი გადაცემა აჭარა გრუპის მხრიდან არაზუსტია კვლავ ბაბაკიშვილი ეუფლებებს და ბაბაკიშვილმა წელი გადაცემა არაზუსტია ეს გადაცემაც მეტარგებელს ვთქვი. ამხნევენ ლიბო გრუპის გულშემატკივრები საყვარელ გულს აქ ტექნიკური წონი ბურთის მიღებისას ვერ შემაგრა ბურთი აჭარა გრუპის ერთ-ერთმა მოთამაშემ აუტი ფრუძე ბურთით ზაქარიაძე ჟვანია შეაგდო ბურთი აქ და ფრუიძე ახერხებდა მას მაგრამ ძელს არ ტყავს ბურთს საკმაოდ მახვილი იყო ვაღიაროთ კუთხე პატარიძე გრძელი გადაცემა გორდაძე კარგი არის დაცვაში ცალ დაამუშავა ბურთი და აუტი აჭარა გრუპის შუა ნომერის სლობაში ტევის გამწვავება საბოლოოდ არ გამოდის ბურთით რჩება აჭარა გრუპის ზაქარიძემ მოწოდა აუტი მაგრამ როგორც ბურთი იყო აჭარა გრუპის აიტამა შემორტა აჭარა გრუპმა აქ დარღვევა არ არის როგორც ჩანს ზაქარიაძე არის ბურთით აუცმოდის იპოგრუპი ფრუიძე ძალიან კარგად მონახა იქ ჟვანია გამწვავებაზე მეტი ჟვანია შეაგდო ბურთი მაგრამ ფრუიძემ ვერ მოასწრო ბურთზე თამაში აუტენ შემოიყვანა ბურთი შეიყვანა ბურთი თამაში აჭარა გრუპმა შორეული გასროლა არასუსტი არის ეს დარტყმული გორდაძე გადაცემა ზაქარიაძეზე იყო ბურთი ზაქარიაძემ შეიმაგრა მოვედნის მარჯვენა ფლანგზე ჟვანია გორდაძე გადაცემა ვინ იყო ადრესატი გადაცემის ვერ ამთამაშებს ამ ბურთზე საბოლოოდ დარტყმა კარიდან ცუკილაშვილი შეიყვანს ბურთს თამაში კაჭიანურა თამაში ბურთის შეყვანა ცუკილაშვილმა გორდაძე პირველი არის ბურთზე მაგრამ ბურთი მაინც რჩება აჭარა გრუპის გზელი გადაცემა შემდეგ ბაბაკიშვილი თამაშობს ბურთზე ფრუიძე მარჯვენა ფლანგიდან გადაცემა უკან გორდაძე ზაქარიაძე მონის ცენტრში მიიღო ბურთი ჟვანიაზე გადაცემა არ გადის შემდეგ კარგი არის დაცვაში პატარიძე ლავგორდაძე ბურთით აქვს სათამაშო უპირატესობა ლიბო გრუპს ჟვანია თუ მიასწრებს ბურთს არა კარგი თამაშობს დაასწრო ბურთზე თამაში ცუკილაშვილმა გორდაძე ძალიან კარგი არის კარგად მოტრიალდა დაცვიდან ამოიტანა ბურთი ჟვანია დარტყმა კარის მართულებით და არასუსტი არის ეს დარტყმა მაგრამ მოიგერია როგორც ჩანს ბურთი ცუკილაშვილმა ფრუიძე ოთხორიდან მოაწვდის ბურთს დაუგორა იქ ზაქარიაძე ბურთით არ არის როგორც ჩანს თამაშის დარღვევა წამოვიდა შეტევაში აჭარა გრუპის 37 ნომერი და რა კარგი არის დაცვაში ხაზიაშვილი ოთხორი არის როგორც ჩანს ოთხს მოაწვდის აჭარა გრუპი პატარიძე გადაცემა ბურთზე პირველი თუ იქნება ჟვანია ბურთი მაინც რჩება ფრუიძე ჟვანია სამი ერთზე არიან ზაქარიაძე ფრუიძე ზედმეტი იყო ძალიან ცუკილაშვილი კარგი არის და დაერტყა ზაქარიაძე მომენტში შემდეგ გადააგდო ბურთი აუძე ზაქარიაძე ბურთით შეუძლია დარტყმა კარის მართულებით ფეხით იგერიებს ცუკილაშვილი პატარიძე მაბაძე ბურთით აჭარა გრუპის მხრიდან შეიმაგრა ბურთი შემდეგ გადაცემა 17 ნომერი აჭარა გრუპის გორდაძე ეთამაშა მას არა როგორც ჩანს თამაშის დარღვევა თაზიაშვილი პირველია ბურთზე წამოიღო საკუთარი გუნდის შეტევა მარცხენა ფლანგიდან გადაცემა ჭრის ამ გადაცემას პატარიძე წამოიღო ბურთი პატარიძემ თავადვე მარჯვენა ფლანგზე იგი თაზიაშვილი დაბრუნდა საკუთარ ნახევარზე და ყოთელი ბარათი ზედმეტ საუბრის გამო კიდევ ერთ მოთამაშეს აჭარა გრუპის მხრიდან სრულჩვენება არბიტრის მხრიდანაც დააშოშმინა აჭარა გრუპის მოთამაშე კიდევ ერთი დარტყმა ჟვანიას მაგრამ არასუსტია გარედან ხდება კარს
დაახლოებით შეიძლება მიიწურა მოიგერია პატარიძემ ბურთი საკუთარ ნახევრიდან, მაგრამ საბოლოოდ ბურთის პაულიბო გრუპი არის პროვინციის თვალგზელა ალბათ ერთ გოლს გაიტანს. ლიბო გრუპი ძალიან აქტიურად უტევენ მეტოქის კარს, გადაცემა არ გადის ზაქარიაძე. ზაქარიაძე თვითონ დაეთყო ახლა ზაქარიაძეს, ვეღარ არის ერთი მწვავე, როგორც არის ხოლმე იგი ზოგადად. ჯარიმა არ არის როგორც ჩანს, თაზიაშვილი ბურთით გადაცემა პროვინციაზე დაუგდო იქ გორდაძე თაზიაშვილი დახმა. გაექცა ბურთი, მაინც კარგი არის. შემდეგ ცუკილაშვილი კვლავ ლიბო გრუპი ბურთით კიდევ ერთი დარტყმა, კიდევ ერთ ბურთს იგერიებს. ცუკილაშვილი გააჩერა შეხვედრის არბიტრმა თამაში. სიტყვებს არიგებებს აძლევს ხიზანიშვილს, რომელიც მანამდე აპროტესტებდა ჯარიმას. ატავენ მოელის პარკლების ჟვანიამ და რეკვაზე შემოდის მოედანზე. აზიაშვილი ბურთით აბაკიშვილზე გადაცემა. აბაკიშვილი გზელი გადაცემით, კარგად თამაშობს საკუთროიძე ხუსნით, მაგრამ ბურთი მიდის მაინც ბოლოს ცუკილაშვილამდე გორდაძე მხით გერიებს ბურთს და ამუშავა ბურთი ძალიან ლამაზად ტექნიკურად ჩამოიღო. ამ უკანასკნელმა ფროიძე ბურთით მარჯვენა ფლანგიდან. კარგი არის ლაბაძე პრესინგზე, არ მისცა სწრაფი შეტევის განხორციელების საშუალება ფროიძეს. გორდაძე ხალხო თაზიაშვილი არის კარგი დაცვაში. აუტი, კლავ აუტი დარჩა აჭარა გრუპს, გადაცემა აქ შეიმაგრა ბურთი. აჭარა გრუპმა და მეკარე კარგი არის გამოსვლაზე. კარგად თამაშობს ბაბაკიშვილი. ელი ბარათი თაზიაშვილს საინტერესო არის გამო. ალბათ მასაც საუბრის გამო. აუტიდან შემოიტანს ბურთს თამაში, აჭარა გრუპი დარტყმა იყო თითქოს, მაგრამ თაზიაშვილი ეღობება ამ დარტყმას. აუტი. კარგი გადაცემა საჯარიმოში და კარგი არის პროიძე. ამ მომენტში ბურთით რეგვაძე თუ დარჩა გააკეთა გადაცემა, მაგრამ ხერხულად მოხვდა ზაქარიაძე. საბოლოოდ ბურთი ძალიან წინ გაექცა. ვეღარ შეძლებდა ზაქარიაძე ამ ბურთზე თამაშს. პატარიძე ბურთით. ძელი გადაცემა საჯარიმოში, კარგი არის თაზიაშვილი ამ მომენტში, მაგრამ ბურთი მაინც აჭარა გრუპი რჩება. დარტყმა კარის მიმართულებით ეღობა ამ დარტყმას თაზიაშვილი, კარგად გასდაცვაში თაზიაშვილი და შეცვლა ჟვანია უნდება მოედანზე. შეცვლის ბრეგვაძეს. კუთხური, რომელსაც მოაწვდის აჭარა გრუპი. ჩაწოდება ეთეს ხდება ეს ჩაწოდებული მაინც ბურთით რჩება აჭარა გრუპი და კიდევ ერთი კუთხური. დაახლოებით 11 წუთი ამოიწურა მეორე ტაიმის, 1-1 არის კლავ ანგარიში. გადაცემა კიდევ კიდევ ხდება. ეს გადაცემაც ახლა უკვე აუც მოაწვდის აჭარა გრუპი. დარტყმა კარის მიმართულებით ბაბაკიშვილი იგერებს ამ დარტყმას. ეს არის ყვითელი ბარათი და თუ არ ვცდები, ერთი ყვითელი ბარათი უკვე აქვს ლაბაძეს და კი ბატონო. წითელ ბარათს იღებს თაზო ლაბაძე და ტოვებს მოედანს. არ ღირდა ალბათ ამ მომენტში ასე თამაში. ყველა მის ეს განზრახელი თამაში. თუმცა შეიძლება სწრაფ კონტროლის ჭრი არის. ყვითელი ბარათი ქონდა ერთი ყვითელი ბარათი როგორც უკვე ვახსენეთ თაზო ლაბაძეს და მიიღო წითელი ბარათი. ნახოთ, ისაც ცოტა ალბათ უჭირდა აჭარა გრუპს თამაში და ახლა უფრო გაუჭირდება. გრუპის წავე შეტევების მოგერიება ამბობს ზაქარიაძე. ბურთით არ გადაცემა თაზიაშვილი. ჟვანიაზე გადაცემა დარტყმა, ჟვანიაზე ეხება დარტყმას. აჭარა გრუპის 27 ნომერი. დაახლოებით 7 ნახევარი აქვს
იბოქრობს ძალიან ბევრი არის ეს. Რაღაც თქმა უნდა იმისთვის რომ ერთი გოლი გაიტანოს. შეცვალა შეტევის მიმართულება, არაბეთმა მინდა ორჯერ არასდროს მოწოდა. აუტი ლიბო გრუპმა პატარიძე ბურთით. ზაქარეს თამაშის აქტიურად. პრესინგზე და ვორსე პატარიძე საფრთხე ბარად თუ არ ვწდები. ძალიან ბევრი საუბრება პატარიძე ხა არბიტრს არ მიიღოს ხუთი ბარათი ამ მომენტში. ევრიც მოითმინა. ჯარიმა უნდა მოაწოდოს აჭარა გრუპმა. გადაცემა დაიბლოკა. ეს გადაცემა კარგი არის გორდაძე ამ მომენტში. შემდეგ მოიგერია უბრალოდ ბურთი აჭარა გრუპმა ბაბაკიშვილი ბურთით. გორდაძე წაიღო გორდაძემ წინ ბურთი კარგი არის დაცვაში აჭარა გრუპის 37 ნომერი. ზაქარიაძე ცოტა ჩაქრა ბოლო მომენტში მეორე ტაიმში უფრო აქტიური გვახსოვს იგი და გვინდა რომ უფრო აქტიურობს იბოს კაპიტანმა. გორდაძე ზაქარიაძე ბურთით და ეს პენალტი თუ ჯარიმა. როგორც ჩანს ჯარიმა არის. მაგრამ საკმაოდ სახებადო ძალიან ახლოს არის კარტთან. ნახოთ რას მოიფიქრებს ამ მომენტში ლიბო გრუპი. დაახლოებით 6 წუთი ნახევარი. 5 წუთი ნახევარი უკაცრავად. ძირთაი დროის 60 წუთამდე გორდაძე ბურთთან ელოდება ჩასაფრებული იქვე ჟვანია. ბურთს მოედის ცენტრში და ზაქარიაძე საჯარიმოს მარცხენა მხარეს, თუმცა ყავს მას მეუღლე, მაგრამ არ ყავს მეუღლე. ჟვანიას ალბათ მაინც ჟვანიაზე დააგროვებს გორდაძე ბურთს. ფრუიძე მარჯვენა ფლანგზე მომარჯვებული აქვს. პოზიციები. აი ჟვანიაზე გადაცემა ფრუიძეზე შემდეგ არ გაცეს გადაცემა და ახლა უკვე საპასუხო ხარეს ჯარიმა ვერ იხეირა ამ მომენტში. ლიბო გრუპმა და საბოლოოდ მოუწოდებს პატარიძე რომ ჩავინეს საჯარიმოში მოთამაშეები გზელ გადაცემას. აქვს ჩაფიქრებული როგორც ჩანს ძალიან ცუდი არასდროს გადაცემა ბაბაკიშვილი პირველია ბურთზე. გორდაძე მოაქვს ბურთი მარცხენა ფლანგიდან. ჟვანია ზაქარიაძე ერთი პასია საჭირო გააკეთა მაგრამ ჩაიჭრა ეს გადაცემა მოიგერია უბრალოდ ბურთი მაგრამ თაზიაშვილი ბურთი ჩამოიღო დარტყმა ეხობება ამ დარტყმის საფგანწირი თამაშობს ამ მომენტში. აჭარა გრუპის 37 ნომერი დაიძაბა სიტუაცია ძალიან უხერხულად თამაშობს ამ მომენტში. ჟვანია და ჯარიმა ბატონო ჯარიმა განუნიშავა ჯარიმა ამ მომენტში. აჭარა გრუპმა ალბათ ცოტა მაინც უნდა დააწყნაროს შეხვედრა უკაცრავად ლიბო გრუპმა. აჭარა გრუპი სწორედ ამაზე მუშაობს. თუმცა ლიბო გრუპი მაინც უფრო მეტნი არიან მოედანზე და ჯობია რა ალბათ რომ ბურთის ფლობაზე გააკეთონ აქცენტი ვინაიდან აქამდეც ჰქონდათ მათ უპირატესობა და ეხლაც მეტეს უფრო ეკნებათ უპირატესობა ვინაიდან აჭარა გრუპს გაუძლებს ერთი მოთამაშე ფეხი დაუწდა ჟვანიას. აჭარა გრუპის 22 ნომერი გადაცემა კარგად თამაშობს ამ მომენტში ზაქარიაძე ძალიან დიდი რისკობრივი უპირატესობა პასი და როგორც გადაცემას აკეთებს აქ ჟვანია. სწორი იყო რა საკეთებდა ჟვანია გორდაძეზე უნდა მას გადაცემის გაკეთება მაგრამ არასდროს იყო ეს გადაცემა საბოლოოდ ციკილაშვილი საკუთარი საჯარიმო დაიწყებს თამაშს დაახლოებით 3 წუთი ნახევარი რჩება და უბრალოდ მოიგერია აუწე ბურთი ციკილაშვილმა. ბაბაკიშვილი დაუგროს ბურთი თაზიაშვილი აუდნა შეიყვანა ბურთი თამაში. ბაბაკიშვილი კვლავ გადაცემა ჯუბა ფრუიძე მარჯვენა ფლანგიდან მოაქვს ბურთი ფრუიძეს. ჟვანია შემდეგ გორდაძე მარცხენა ფლანგზე გადაცემა ზაქარიაძე აებდა ბურთი შეიტანა საჯარიმოში დაუგდო ვერ დაუგდო და ჯარიმა როგორც ჩანს დაახლოებით იგივე პოზიციაში ჯარიმა რომელიც როდესაც ჰქონდა დაახლოებით 2 წუთის წინ ლიბო გრუპს იმედი ახლა უფრო გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს ლიბო გრუპი ამ მომენტში. პეიზაჟი უსველი არის გორდაძე ბურთთან იქვე ჩასაფრებული არის ჟვანია. ნახოთ დაუგორა კვლავ ჟვანიას დარტყმა კარის მმართველობით ეგობება ამ დარტყმის პატარიძე საბოლოოდ აუტი. ბურთი გადავიდა უკვე ლიბო გრუპის სათამაშო ნახევარზე.
შეიყვანა ბურთი თამაში თაზიაშვილმა ჟვანია ბურთით. იწურება ის უპირატესობა ძალიან მალე რაც აქვს ლიბო გრუპს მალე დაბრუნდება აჭარა გრუპის მოთამაშე თამაში ფრუიძე დარტყმა იღებება ამ დარტყმას. გახარია ფრუიძე ჟვანია დარტყმა ზაქარიაძეს მისდის ბურთი ჟვანია კაცრავად ფრუიძე უყავდა კარის მართულებით და აუტი როგორც ჩანს არის აჭარა გრუპის. ატარიძე ბურთი გადაცემა აქ სულად მარტო არის 37 ნომერი აჭარა გრუპის დარტყმა გაგზელი გადარჩა ლიბო გრუპი გაშობილ გოლს თაზიაშვილი ჟვანია არცხა ფლანგზე აქ არღოს თამაშის წესებს სამი ნომერი და ყვითელ ბარათს მიიღებს ამ მომენტში პატარიძე. კაც მორიგი წითელი ბარათი მეგობრებო უნდა გადამოწმდეს აუცილებლად როგორც აპროტესტებ იმას რომ პატარიძე სკონდა ერთი ყვითელი ბარათი და კი ბატონო ასეც არის. არა ყვითელი ნამდვილად იყო კი ბატონო ამ მომენტში მაგრამ თვორცდები არ უჩვენებია აქ ამ ყვითელი ბარათი არბიტს პატარიძეს კი ბატონო ასე არის შეეშალა არბიტს ამ მომენტში და კი ბატონო რჩება მოედანზე პატარიძე 2-3 ადამიანი ძალიან გაუჭირდებოდა უკვე აჭარა გრუპის თამაში გორდაძე ჩამოიღო ბურთი ფრუიძე მარჯვენა ფლანგიდან გადაცემა ჟვანიაზე ჟვანია ჩაწოდება არ გადის იგერიებს ამ შეტევასაც ამ გადაცემასაც აჭარა გრუპი თაზიაშვილი ბურთით გორდაძე так პრესინგზე თუ ითამაშებს და ჯარიმა და ის რა ვერდიქტს გამოვიდა სამომენტში ნახოთ არბიტრი ბაბაკიშვილი გამოსული იყო კარიდან ითამაშა საჯარიმოს გარეთ და ბურთზე დაასრო მოთამაშე რომელიც მასთან იყო ერთ-ერთზე წესი და რიგით ეს არის წითელი ბარათი წესი და რიგით ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ მომენტში არბიტრი ჯერჯერობით მას ბარათი არ უჩვენებია არც ერთი ფერის არც ერთი ჯიბისკენ არ წაუღია ხელი ხო არ ვიცი ნახოთ საინტერესო არის ნამდვილად მონდელი შეყოდრა რიცხობრივი უმცირესობაში იყო აჭარა გრუპი შემდეგ 4 ადამიანით მათ შეძლეს და შეუტიეს საკმაოდ სახიფათოდ ძელსაც კი მოხდა მათ შეტევის შემდეგ დარტყმული საპასუხოდ რიბო გრუპმა ვერაფერი შეცავაზა მოწინააღმდეგეს ახლა უკვე ბაბაკიშვილი ელოდება ვერდიქტს მაგრამ აქამდე მე მგონი უნდა ეჩვენებინა ბარათი არბიტრს დააყონა და ალბათ არც აჩვენებს არც ერთი ფერის ბარათს ბაბაკიშვილს როგორც ჩანს ყვითელ ბარათს აძლევს იგი მეკარეს არა ყვითელი ბარათი და წითელი ბარათი არც ვერ ხვდები ალბათ არ მიწყეს თავი არბიტრი ასე წავალ იმას მაგრამ ვერ ხვდები რა გადაწყვეტილებებს იღებს არბიტრი ვინაიდან ჯერ ყვითელი ბარათი აჩვენა შემდეგ წითელი არა და ამ დარღვევაზე პირდაპირ წითელი ბარათი არის კი ბატონო დაგტოვა ბაბაკიშვილმა დაგტოვა და ყოველს ცუდი ის არის რომ შემდეგ შეხვედრაში ვერ დაეხმარება ბაბაკიშვილი გუნდს საკმაოდ რთულ შეხვედრაში რომელიც უწევს ელიგასთან ლიბო გრუპს ხო აი როგორი საინტერესო თამაში არის ფეხბურთი, ამიტომაც თამაშობენ, ფეხბურთს მეგობრებო, უპირატესობა ჰქონდა ლიბო გრუპს, ახლა უკვე უმცირესობა პრინციპში ვინაიდან მეკარე აქ როგორც ჩანს უთხოვენ გადამოწმებას მომენტის გაიწევა ძალიან ეს მომენტი. ხო, ნაზაპელები თუ ბურთზე პირველი იყო შემტევი, რატო აძლევს მაშინ ბაბაკიშვილის ყვითელ ბარათს უკაცრავად, მაგრამ ხო, თუ პირველი იყო აჭარა გრუპის მოთამაშე ბურთზე და შემდეგ შეიხო და შემდეგ დაარღვია მეკარემ თამაშის წესები, რა თქმა უნდა, ეს მაინც წითელი ბარათია. ნახოთ, ამოწმებენ ამ მომენტს.
განხილვასაც მოვისმით ალბათ ამ მომენტს. ყველა ვარიანტი გაწევი არანაირი ის არ არის. ყურე მომენტში როგორც ჩანს ბურთზე პირველი თამაშობს შემტევი და ბაბაკიშვილის საჯარიმოს გარეთ არღებს თამაშის წესებს 1-1-ზე პრაქტიკულად საჯარიმოს გარეთ 1-1-ზე კი ბატონო ეს არის წითელი ბარათი. დიახ. დაადასტურა ვერდიქტი წითელი ბარათი. დატოვა თავისი გადაწყვეტილება აქტიური მეკარემ და დაგტოვეს ბაბაკიშვილი. აი ახლა უკვე ძალიან საინტერესო შეხვედრა. უნდა მივადენო თვალყური დარჩენილი წუთები იქნება ძალიან საინტერესო. კარში დგება ჟვანია. სხვა არჩევანი არ აქვს. ლიბო გრუპს ამორბენი დარტყმა, კიდევ სხვა ბურთი, ფრუიძეს დარჩა ბურთი, გორდაძეზე გადაცემა. გორდაძეზე პრესინგს თამაშობს პატარიძე ძალიან კარგადაც საბოლოოდ ბურთი რჩება ლიბო გრუპი, გადაცემა გაზიაშვილი 3-1-ზე არიან შეტევაში, გორდაძე პასი ფრუიძე! ფრუიძე და შეაგდო მაინც ლიბო გრუპა. შეაგდო მაინც ლიბო გრუპა და გადამოწევას ითხოვს აჭარა გრუპი, ხო არ იყო ჯარიმა, რისთვის იწვალა ამდენი აჭარა გრუპმა. ძალიან მარტივად დათმო ეს მომენტი აჭარა გრუპმა და ნახოთ არის თუ არა მანამდე ჯარიმა. არ ვიცი, ძალიან საინტერესო შეხვედრა მეგობრებო. აკია ვერ არის. აკია შანსი. ბიჭო, ბანგოთ გახართ, მაგიტო არ ჩანს არაფერი. გოლი ხოა. აცალე. გოი ფიქრობ რა. კი ბატონო, როგორც ჩანს გადაამყო ეს მომენტს არბიტრმა და გოლი რჩება გოლად. 2-1. მაინც გავიდა წინ. ლიბო გრუპი თუ მათი მეკარის წითელი ბარათი ამათ ღირდა, ამისთვის მიიღო წითელი ბარათი, უბრალოდ იმის მომენტი და ამისთვის მიიღო წითელი ბარათი ნიკა ბაბაკიშვილმა, მაშინ ღირდა ვინაიდან უმალვე აი ეს ნიკა ბაბაკიშვილი არა მარტო სტადიონზე, არამედ სტადიონს მიღმაც ეხმარება საკუთარ გუნდს. საინტერესოა რამდენი წუთი არის თამაშის დასრულებამდე დარჩენილი. რეგვა დასრულდა როგორც ჩანს ბოლო წამებზე მოახერხა გოლის გატანა ლიბო გრუპმა. მოიგო ეს შეხვედრა, ეს დაწაბული შეხვედრა ლიბო გრუპმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიბო გრუპს უკვე ეკნება 7 ქულა და ისინი გადავლენ მეორე ადგილზე და გაიმყარებენ პოზიციას. ან დაამარცხეს აჭარა გრუპი. მივუწოთ ეს გამარჯვება ლიბო გრუპს და კიდევ ერთ შეხვედრას უნდა მივადეოთ ახლა თვალყური და ამით დასრულდა ჩვენი სათამაშო დღე. დაახლოებით 10 წუთში დაგიბრუნდებით, რომ მეგობრებო.